ივანიშვილის პრემიერი ვლადიმერ პუტინის გვერდით. ირაკლი კობახიძემ ოკუპანტის სახელმწიფოს პრეზიდენტს ჯერ მოусმინა, შემდეგ მასთან ერთად საერთო ფოტოც გადაიღო. ღონისძიება აშხაბადში იმართება, სადაც ოლიგარქის მთავრობის ხელმძღვანელი წელს უკვე მესამედ ჩავიდა. ვლადიმერ პუტინი მშვიდობაზე საუბრობდა, როდესაც მისი ჯარები უკრაინულ ქალაქებს ბომბავდნენ. ფორუმში მონაწილეობას იღებს ოცნების მოკავშირე ირანის პრეზიდენტიც. სოფო ვარდიაშვილი ადევნებს თვალს ამ ფორუმს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. მან ასევე მოისმინა პოლიტიკური შეფასებები ამ ღონისძიებაში ოცნების მთავრობის მონაწილეობაზე, რომელიც დემოკრატიული დასავლეთის მხრიდან არის იზოლირებული. დიახ, სწორედ ამის ფონზე, როდესაც ყოველდღიურად, ყოველწუთიერად შეიძლება ითქვას ისმის კრიტიკა დასავლეთის მიმართ, ქართული ოცნების ლიდერების მიმართ, განსაკუთრებულად კონტრასტულად ჩანს ფოტო, სადაც ირაკლი კობახიძე აშხაბადში, თურქმენეთის დედაქალაქში არის ვლადიმერ პუტინთან ერთად, სულ რამდენიმე ადამიანის გამოტოვებით საერთო ფოტოში ისინი ერთად განან. ვლადიმერ პუტინმა ილაპარაკა ამ ფორუმზე ნეიტრალიტეტზე, როგორც რუსეთთან ურთიერთობის მთავარ წინაპირობაზე. ეთანხმება თუ არა ამას ქართული ოცნების ხელისუფლება, ქართული ოცნების პრემიერის ხელმძღვანელობით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ახლა ესწრება აშხაბადში ამ ფორუმს, ეს არის მთავარი კითხვა. ასევე გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა უხერხული, როდესაც ასე ერთ სივრცეში ფოტოს იღებს ოკუპანტი ქვეყნის ლიდერთან ირაკლი კობახიძე. ეს კითხვები ჟურნალისტებმა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს დაუსვეს და აღმოჩნდა, რომ ის პრობლემას ამ საერთო ფოტოში საერთოდ ვერ ხედავს. რაც შეეხება იმას, არის გარანტია თუ არა, რომ პირისპირ შეხვედრა გაიმართოს კობახიძესა და პუტინს შორის, ეს შეკითხვა მხოლოდ მედიის შიშებს დაუკავშირა შალვა პაპუაშვილმა. ასევე კითხეს ირაკლი კობახიძის გამოსვლაზეც, რომელსაც ჩვენ მოგვიანებით შემოგთავაზებთ ამ ფორუმიდან. იქნება თუ არა მისი გამოსვლის მთავარი აქცენტი რუსეთის მხრიდან ოკუპაცია. ეს კითხვა დაისვა ჟურნალისტების მხრიდან. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამას უკავშირებს მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მიერ შედგენილი დღის წესრიგით ლაპარაკს. შეგვიძლია მოვისმინოთ პასუხები, რაც შალვა პაპუაშვილს დღეს ჰქონდა. ეს ლიდერთან ისეთი იყოს არის ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი, ერთ სივრცეში პოზიორობს ოკუპირებული ქვეყნის წარმომადგენელი. არა, პრობლემა არა. ჩვენი სიტყვა სამაგიეროდ, რომელიც ჭრის. შეიძლება ვერ ჭრის ჩვენი ასე ვთქვათ სახელმწიფოს სიძლიერეს გულისხმობა ეკონომიკური თუ სხვა განზომილებით ვერ ჭრის, მაგრამ ჩვენი სიტყვა ჭრის იმ ხრით, რომ ჩვენი მართალი სიტყვის აღიარება შემდეგ ყველას უწევს. დაგეგმილი არაფერი არ არის. თქვენ რა ისინი გაქვთ, ავერსიები გაქვთ, ვერ ხვდები. ავერსია, რა შიშები გაქვთ, რა რისკები გაქვთ. მე მგონი ძალიან ცხადია, ხო, გასაგები. ჩვენ გვაქვს მთავარი ჩვენ მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი არსაუბრობს რადიკალური ოპოზიციის და ომის მოსურნე ევროპელების დაწერილი სიტყვით. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს იმაზე, რასაც ჩასვლის საჭიროა და რა ჩვენ ეროვნულ ინტერესებშია. საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხი, რომ შესაძლოა ახლა დღის წესრიგის მთავარი თემა იყოს ქართული ოცნების ხელისუფლებასა და რუსეთს შორის, ეს ეჭვი გაუჩნდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ისინი ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ შეურაცხმყოფელი იყო ირაკლი კობახიძისა და ვლადიმერ პუტინის ასე ახლოს ერთ სივრცეში გამოჩენა, ეს შეურაცხმყოფელი იყო ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდა. ეს ფოტო და საერთოდ ამ ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობა კიდევ ბევრ სხვა რამეს აჩვენებს. მაგალითად, იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას, უბრალოდ ქართული ოცნების ხელისუფლებას აღარ მიესვლება არც ერთი ისეთ შეხვედრასა თუ ფორუმში, რომელიც ქვეყნის ევროპული პერსპექტივისათვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. მათ აღარ აქვთ შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან და ახლა მხოლოდ ასეთ ფორუმებზე შეუძლიათ მისვლა. ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ფორუმი არ ეძღვნებოდა არანაირ ეკონომიკურ საკითხებს, ის უფრო პოლიტიკური შინაარსის მატარებელი იყო. ამიტომ შესაძლოა ახლა ქართული ოცნება კიდევ უფრო მეტ პერსპექტივას აჩენდეს იმისთვის, რომ გაცილებით გააღრმავოს მოლაპარაკებები პუტინის რეჟიმის წარმომადგენლებთან. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ კონკრეტული შეხვედრაც კი შედგეს ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან ამ ფორუმის ფარგლებში.
ამ ქვეყნის ეგრეთ წოდებული პრემიერის და ამ ქვეყნის დაუძინებელი მტრის ოკუპანტის ვლადიმერ პუტინის გვერდიგვერდ დგომა ერთ ფორუმზე, ერთ პოლიტიკურ ფორუმზე, რომელსაც არ ქონია არნერი ეკონომიკური დატვირთვა და ეს აისახა მათ შორის ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლაშიც, რომელიც საუბრობდა მხოლოდ ნეიტრალიტეტზე, ნიშნავს ერთ რამეს, კიდევ უფრო მეტად და მკაფიო თვალხილული გამოვლინება, რამდენად ამაზრზეინი და მოღალატე რეჟიმი მართავს დღეს სამწუხაროდ საქართველოს, ეს იყო სულში ჩაფურთხება ყველა იმ ადამიანისთვის, ყველა იმ ფორმიანისთვის, ყველა იმ ჯარისკაცისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისთვის, რომელმაც სიცოცხლე გაიღო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ ქვეყნის თავდაცვაში და იმისთვის, რომ დღეს ჩვენ უბრალოდ ქართულად საუბრობთ და მეორე ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება ახდენს ამ ქვეყანაში დასავლეთის ჩანაცვლებას, რუსეთის და მსგავსი ტიპის რბილად რო ვთქვათ, არადემოკრატიული სახელმწიფოებით პოლიტიკურ დონეზე. მაშინ როცა ეს არის ერთადერთი სივრცე, სადაც საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მონაწილეობს, არანაირი დისკომფორტი არ აქვს ის, რომ რაღაცა 1 მეტრში დგას იმ ადამიანთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი აგრესორია დღეს სოფლიოში და შენი უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი მტერია და მთავარი გამოწვევა საქართველოს უსაფრთხოების. ამ შემთხვევაში უბრალოდ ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოს არის ფუნქცია დაკარგული სახელმწიფო დღეს გლობალურ ასპარეზზე, დადის იქ, სადაც მხოლოდ შეუძლია მივიდეს, იმიტომ რომ სხვაგან სადაც მისთვის საჭიროა არსად აღარ ეპატიჟებიან და ცდილობს რომ რაღაცა თავი გადაერჩინოს იმით, რომ ნებისმიერ ფორუმზე გამოჩნდეს. ასევე არ გამორიცხა, რომ ეს არის საშუალება გარკვეული მცდელობა მათი მხრიდან, რომ თუნდაც რუსეთის ხელმძღვანელობასთან უშუალო კონტაქტი ქონდეთ, რომელიც სავარაუდოდ არ შედგება მაღალ დონეზე, მაგრამ შესაძლებელია რაღაცა ტექნიკურ დონეზე ვიღაცა მათ დაელაპარაკოს. გარდა იმისა, რომ ყველა შეურაცხყოფილები ვართ იმის ხილვით, თუ როგორ დგას ირაკლი კობახიძე ოკუპანტ სახელმწიფოსთან ერთ ფოტოზე, საქმე კიდევ უფრო შორს არის წასული, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე თურქმენეთს ულოცავდა ნეიტრალიტეტს. ირაკლი კობახიძეს ფიზიკურად იქ ყოფნა ერთის მხრივ აჩვენებს იმას, თუ რომელ მხარეს დგას ირაკლი კობახიძე და რეჟიმი და ის დგას ოკუპანტ სახელმწიფოს გვერდზე და მეორეს მხრივ თუ რა ჩანაფიქრის შესრულება აქვს მას დავალებული პუტინის მხრიდან და ეს არის კრემლის ნეიტრალიტეტი, რომელსაც ივანიშვილი თავისი დანაყოფების მეშვეობით ჯერ კიდევ 2016 წლიდან მოყოლებული ტესტავს და ეხლა საბოლოო ჯამში აპირებს მის შესრულებას. გითხარით, რომ მოგვიანებით შემოგთავაზებთ ირაკლი კობახიძის გამოსვლას ამ ფორუმზე. მან ოკუპაცია საკუთარ გამოსვლაში ახსენა, მაგრამ არ უხსენებია ტრადიციულად ვინ არის ამ ოკუპაციის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემოქმედი. რაც შეეხება იმას, რაზეც თეონა აკუბარდია ლაპარაკობდა, ნეიტრალიტეტის საკითხი, რომ შეიძლება გახდეს ახლა დღის წესრიგის მთავარი თემა საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლებასა და რუსეთს შორის ურთიერთობას შორის. თეონა აკუბარდია იხსენებდა, როგორ მიულოცა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნეიტრალიტეტის გამოცხადების 21 წლის თავი თურქმენეთს, ლაპარაკია ღვთისიაშვილზე, რომელიც ულოცავდა თურქმენეთს ამ დღეს ქართველი ხალხის სახელით და ასევე ლაპარაკობდა იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობები უნდა გააღრმავდეს. ნიშნავს თუ არა ეს გამოცდილების გაზიარებას, სწორედ ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით ჯერ უცნობია. დამატებითი დეტალები შეიძლება ამ ფორუმის მიმდინარეობის ფარგლებშიც გაირკვეს.